მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დღეს ვისაუბრებ ცნობიერებაზე. ეს არის ტერმინი ჩიტა, როგორც ეს არის იოგას ფილოსოფიაში. უბრალოდ ვიტყვი, რომ რა არის ჩემი мотиваცია. ჩემი мотиваცია არის ის პირველ რიგში, რომ იოგას ფილოსოფიის პოპულარიზება მოვახდინო. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი დამხმარე საშუალება სტაბილური ფსიქიკისთვის. ანუ არსებობს გავრცელებული შეხედულებები და ტექნიკები, რა არის იოგა, ბაზარზე არის ბევრი ფორმა მედიტაციის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უმეტესობა მათგანი არის ზედაპირული, არის მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი, არ არის საკმარისად ღრმა და ვისაც აქვს ამისი სურვილი და მზაობა იმის, რომ ინტელექტუალურად ჩაერთოს პროცესში, გაიაზროს, ყველას მივესალმები და მართალია, ანუ ეს პროცესი არ არის ადვილი, იმიტომ რომ მოითხოვს რაღაცების წაკითხვასაც, რაღაცების გააზრებას, მაგრამ ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც არის ბაზარზე, როგორც რაღაცა ილუზიის შექმნა საკუთარი თავისთვის, რომ რაღაც იოლი გზით შესაძლებელი არის რაღაცების მიღწევა. მაგალითად, სურვილების ასრულება, რაზეც არის ორიენტირებული თანამედროვე მედიტაციის ფორმები, მანიფესტაციები, აზრების მატერიალიზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც როგორც თქვი, მოკლევადიან ეფექტზე არის გათვლილი, რომ თითქოს რაღაც რომ მოხდება, მე დააკავშირო, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ვაკეთებდი რაღაც მივმართებ ფსიქოტექნიკებს და ჩემ ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და ეს რო არ იყოს, რომ ადამიანი გათავისუფლდეს პირველ რიგში ცრურწმენებისგან და იმისთვის, რომ გავიაზროთ რა არის მედიტაცია, სწორედ ამისთვის ახლა გადავალ ცნობიერების განმარტებაზე, როგორც ეს იოგაში არის. მანამდე გეტყვით, რომ ვისაც არ გაქვთ ნანახი პირველი ვიდეო, რომელიც ეხება თვითონ იმას, რა არის იოგა. მაშასე, ტერმინი ჩიტა არის ის, რაც ხშირად ითარგმნება როგორც ცნობიერება, არის ის, რასაც აკონტროლებენ იოგები და ჩიტა არის სანსკრიტული სიტყვა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი არა მარტო იოგაში, არამედ ბუდიზმშიც, იმიტომ რომ იმდროინდელ ბუდიზმს და იმდროინდელ იოგას აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან, ბევრი ურთიერთნასესხები ტერმინები აქვს. იოგა სუტრაში მაგალითად შეიძლება 100-დან 200-მდე ბუდისტური ტერმინი იყოს. ხო, ეს არ მგონია, რომ ვინმე მოაზროვნესთვის რამე პრობლემას წარმოადგენდეს, იმ გაგებით, რომ აი, რადგან ბუდიზმი რაღაც უცხო რელიგიაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ტერმინი ჩიტა არის ისეთი ტერმინი, რაც იოგებმა შემოიტანეს, იმიტომ რომ ის ტერმინოლოგია, რაც იოგაში იყო, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ აღწერილიყო სათანადოდ შინაგანი ცხოვრება, ადამიანის შინაგანი ცხოვრება. ეტიმოლოგიას რაც შეეხება, ჩიტა მოდის ფუძიდან ჩიტ, რაც ნიშნავს აღქმას, ან ცნობას და ტა სუფიქსი აქცევს მას არსებით სახელად, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ეს რაც ნიშნავს ნაფიქრალს, ანუ ცნობიერება არის აღქმის ერთობლიობისა და ნაფიქრალის ასე ვთქვათ სუბსტანციალიზაცია. რატომ არის საინტერესო? საინტერესო არის იმიტომ, რომ იოგებმა გაიაზრეს, რომ ნაფიქრალი არ იკარგება, ის რჩება და ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. ეს არის ერთგვარად საკუთარი თავის პროგრამირებაც, ხო? ასევე იოგას სუტრაში გვხვდება ტერმინი ჩეტანა, რომელიც ასევე ცნობია იგივე თითქმის სინონიმი არის, ან ხანდახან უფრო ნების ყოფას აღნიშნავს, ნებელობას და ასევე გვხვდება ტერმინი ჩიტი, შაქტი, ანუ ცნობიერების ენერგია. ანუ არის ცნობიერება და ცნობიერების ენერგია.
ცნობიერების ენერგია არის სული, რომელიც თითქოს აცოცხლებს ცნობიერებას, ანუ ცნობიერებას თავისთავად არ შეუძლია ფუნქციონირება. მას აცოცხლებს სული. ეს ორი ცნება, ანუ სულის და ცნობიერების, შეგვიძლია საწყის ეტაპზე ასე გავიგოთ, რომ ცნობიერება არის მოძრავი და ცვალებადი, სული არის უძრავი და მუდმივი. და ადამიანმა უნდა აკონტროლოს ჩიტა. ინგლისურ თარგმანს რაც შეეხება, თარგმანში გვხვდება ჩვენ ორი სიტყვა consciousness და awareness. თუმცა ორივე მათგანი შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც ცნობიერება, მაგრამ ჩიტა ჟერალდ ლარსონის მიერ ნათარგმნი არის როგორც awareness. ლარსონი არის ავტორი ინდური ფილოსოფიების ენციკლოპედიის და ის ამბობს, რომ ჩიტა შეიძლება ვთარგმნოთ როგორც awareness, ხოლო souls როგორც პურუშას ის თარგმნის როგორც consciousness. თუმცა კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ქართულად ეს ორივე შეიძლება როგორც ცნობიერებად ითარგმნოს და ამიტომ ჩვენთვის კომფორტული იქნება თუ გამოვიყენებდით სულს და ცნობიერებას ამ წყვილს. შემდეგ რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ანუ ფსიქოლოგია, ანუ იოგას ფსიქოლოგია აჩვენებს, რომ ჩიტა არის სუბსტანციალური, ანუ ესე იგი ის რაც რჩება, თითქოს რაღაც მატერია არის, ანუ მას ზოგი ესეც თარგმნის, რომ ეს ცნობიერების მატერია არის, როგორც ნაფიქრალი, აღქმული, რომელიც არ იკარგება და ამიტომ მას თარგმნიან როგორც ცნობიერების მატერიას, ანუ როგორც mind stuff. ესეც მშვენიერი თარგმანი არის. მოკლედ, ეხლა განვარტეთ ჩვენ მისი, ასე ვთქვათ, უფრო გარეგნული ასპექტი და ეხლა განმარტოთ თვითონ შინაარსი. ედმუნდ ჰუსერლი ამუშავებდა ტერმინს, რომელსაც ეწოდება ინტენციონალობა. თუ ჩვენ ამ ტერმინს ჩიტას უფრო ზუსტად ვთარგმნით, ხო ვთარგმნით როგორც ცნობიერება, მაგრამ კიდევ უფრო სიღრმეში რო წავიდეთ, ეს ჩიტა არის ინტენციონალობა, რაც ნიშნავს ჩვენი რწმენების, აღქმების, კოგნიტური უნარების, ჩვევების და მეხსიერების ერთობლიობას. ანუ ჩვენი აღქმა ხდება ამ პრიზმით და ჩვენ სამყაროში მეც გულისხმობთ, ვიდრე აღვიქვამთ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სანამ გადავიდოდე, ანუ ზუსტად არ მახსოვს, ანუ შემდგომ განვიხილავ თუ არა ამ ტერმინებს, მაგრამ მექანიზმი, ანუ ფსიქოლოგიური მექანიზმი არის ასეთი. როგორც კი ჩვენ რაღაცაზე ვფიქრობთ და ფიქრობთ განმეორებით, ეს გადადის ჩვევაში, როგორც მაგალითად ვთქვათ, ან ნებისმიერი მოქმედება, ვთქვათ, ადამიანი ეწევა სიგარეტს, ეს გადადის ჩვევაში და ჩვევა აღძრავს მოქმედებისთვის. ანუ ორგანიზმი გთხოვს, რომ გახსენებს, რომ უნდა მოწიო სიგარეტი, ხო? მაგრამ თვითონ ეს ქმედებაც ისევ თუ ანუ მოწევს სიგარეტს, ეს ისევ აძლიერებს ამ ჩვევას და არის ესეთი ქმედებისა და ჩვევის ანუ წრე, რომელსაც ჩაკრას უწოდებენ. ხო, ანუ ეს ბორბალი არის ის, რაც უნდა გაირღვეს გაცნობიერების მიერ. ამ ჩამოყალიბებულ ჩვევებს, რითაც ოპერირებს ჩიტა ეწოდება სამსკარები. აი, იოგებს ესეც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სამსკარები შეიძლება იყოს აქტიურ მდგომარეობაში ან მიძინებულ მდგომარეობაში. ისინი გარკვეული ფაქტორებით პროვოცირების შედეგად თავს ავლენენ და არსებობს ასევე ისეთი სამსკარები, რომლებიც მოდი ასე ვთქვათ, ცუდ ჩვევებს
ებრძვიან, მაგრამ საბოლოო ჯამში გათავისუფლება ხდება გაცნობიერებით. ოღონდ გაცნობიერებაში, რადგან ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, გაცნობიერებაში არ იგულისხმება უბრალოდ დაკვირვება. ეს ყველა მინდა კარგად გაიაზროს, იმიტომ რომ მაგალითად მე ალკოჰოლს არ ვიღებ, მაგრამ ძალიან იშვიათად გემოების თვალსაზრისით მომწონს. აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც, რომ თქვათ აიღეთ რაღაც სასმელი, Jack Daniels-ი მაგალითად და გაუსინჯეთ გემო, თქვათ მიირთვით და დააკვირდით, შეიგრძენით. ამ დაკვირვების შედეგად შეიძლება სავსებით მოგეწონოთ. ერთი არის რომ შეგვიძლია დავლიოთ გაუცნობიერებლად, მაგრამ მეორე არის რომ გაცნობიერებულად, ასე ვთქვათ, შევიგრძნოთ არომატი გემო და ასე შემდეგ, აი თქვა და ასე მიირთვა ადამიანმა, ხო? სავსებით შესაძლებელია რომ პირიქით უფრო მოეწონოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ითვლება ისეთ სახიფათო სუბსტანციად, როდესაც მისი გადამეტება ხდება, დაკვირვება არ არის იმის გარანტია, რომ ის არ მოგეწონება. შეიძლება პირიქითაც იყოს. ამიტომ უბრალოდ დაკვირვება არაფერს არ ნიშნავს. დაკვირვებაში უნდა იგულისხმებოდეს თუ მაინც და მაინც ამ ტერმინს გამოვიყენებთ გრძელვადიან პერსპექტივაში რისი მომტანი არის ის, რაც არ ჩანს აწყოში, შენ რო გემოს უსინჯავ, მაგრამ საერთოდ აბსოლუტურად შეიძლება არავითარი ცუდი განცდა არ გქონდეს და ან რა არის მისი ბუნება. ის როგორც ალკოჰოლი, როგორც ნარკოტიკი არის ის, რაზეც დამოკიდებული ხდები, რაც არ ჩანს აბსოლუტურად იმ მომენტში. ამიტომ მომენტში დაკვირვება არის ძალიან ნეიტრალური ცნება, რაც შეცდომით გონიათ, რომ ეს რაღაც მაინც და მაინც დადებითის მომტანი არის, აი თქვენ თვითონაც დაფიქრდით, რამდენად ასე არის, რომ აბსოლუტურად სავსებით უარყოფითი რაღაცაც დაკვირვების შედეგად შეუძლია მოეწონოს ადამიანს, მაგრამ დაკვირვებაში თუ იგულისხმებთ იმას, რომ შენ აი მთლიან ბუნებას ხედავ, რაც მომენტში და აწყოში კი არ არის, აი მთლიან დროის მიღმიერ სურათს ხედავ, ან თუნდაც წარსულში თქვათ, ვინც დამოკიდებული გახდა ნარკოტიკზე, მასრად დაემართა და ამ გამოცდილებას ითვალისწინებ, ან მომავლის პერსპექტივას ხედავ, აი ეს კი ბატონო, ეს სულ სხვა დაკვირვება არის და ეს არის უფრო ანალიზი და ბოლო ჯამში მაინც ნებაწყვეტს, ასე ვთქვათ, უნდა მას ეს თუ არ უნდა, მას შეუძლია თუ არა, რომ ზომიერად მოიხმაროს და ასე ვთქვათ, დააბალანსოს. დაუბრუნდეთ ისევ ჩიტას, ჩიტას ვრიტი ნიშნავს ცნობიერების პროცესებს. ჩიტას აქვს 5 რეჟიმი, ცნობიერება შეიძლება იყოს აქტიურ მდგომარეობაში, ან ცნობიერების პროცესები შეიძლება იყოს აქტიურ მდგომარეობაში. მაგალითად, ჩვეულებრივ ვთქვათ, ცნობიერება, რომელიც ნებისმიერ გამღიზიანებელზე, ასე ვთქვათ, რეაგირებს. აი ყველაფერზე, ასე ვთქვათ, რეაგირებს და არ აქვს კონტროლი. ვთქვათ, რაღაც ხმა გაიგონე, რაღაცა დაინახე, გატაცებული არის ასევე, ეს არის გშიფტა მდგომარეობა. მეორე არის ამის საპირისპირო მდგომარეობა, რომელსაც მუთხა ეწოდება და ეს მუთხას მდგომარეობა არის პირიქით პასიური მდგომარეობა, როდესაც პირიქით არის რაღაც გამღიზიანებლები და რეაქცია არ არის, გათიშული არის, რაღაც ხდება და ვერ ვიჭერთ სიგნალებს. ვიკშიფტა არის მერყეობის მდგომარეობა, როდესაც რეჟიმებს შორის ირთვება რაღაც დონის კონცენტრაცია და კონტროლი არის, მაგრამ არსებითად ესეც გაფანტული მერყევი მდგომარეობა არის უფრო ზუსტად. ხოლო რაც შეეხება იოგას, სად იწყება იოგა? იოგა არის ცნობიერებაზე კონტროლი და მეოთხეს აი თქვენ როგორც ხედავთ, ეწოდება ეკაგრა. ეკაგრა ნიშნავს ერთ წერტილს, მაგრამ ეს არის შემეცნებითი პროცესი. ეს ერთ წერტილს ნიშნავს, როდესაც აზრები არის ერთგვაროვანი, მაგალითად მათემატიკის ამოცანას ხსნით და გაქვთ უნარი, რომ უწყვეტად დაიჭიროთ ყურადღება დისკურსულად ერთ ამოცანაზე, მაგალითად.
ანუ ფიქრთან აკადი არის ერთგვაროვანი და ერთმანეთთან კავშირში. ეს არის უკვე კონტროლის მდგომარეობა, როდესაც ფიქრებს ვაძლევთ მიმართულებას, რასაც ახლავს შემეცნების პროცესი, ანუ იოგების მთავარი ამოცანა არის არა უბრალოდ კონტროლი, არამედ შემეცნებაც, იმიტომ რომ იოგა გაგებული არის ესე, რომ საბოლოო ჯამში იოგა აზრების გაჩერება არის, მაგრამ ეს ასე რომც იყოს, აზრების გაჩერებას წინ უნდა უძღოდეს შემეცნება. ანუ ეს უდაოდ ასე არის, რომ აზრების პირდაპირ გაჩერება, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს ესე, რომ მე მინდა აზრების გაჩერება და ეს ძალიან კარგი რაღაც არის. ეს შეიძლება რაღაც დოზით უბრალოდ გონებისთვის დამშვიდება იყოს, ანუ დასვენება იყოს, მაგრამ ეს არ არის იოგას გზა. ჯერთი აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც, რომ თქვათ აი მათემატიკაში იმეცადინე მე გაგიცდა დიდი ხანი, თქვათ რამდენიმე თვე ხელი აღარ მოგიკიდია და დაგავიწყდა, ანუ გონება გადაეჩვია მათემატიკურ აზროვნებას. და რაც უფრო, ასე ვთქვათ, აღარ ავარჯიშებ, ანუ რაღაც თითქოს დაჩლუნგებას იწვევს, ხო? ანუ არ ფიქრი, რომელსაც პირდაპირ ინტენსიურად მიმართავს ადამიანი, თითქოს ეს რამე დადებითი მოვლენა იყოს. რაღაც დოზის იქით არის უბრალოდ დაჩლუნგება, ხოლო იოგების გზა, ანუ ეკაგრა ნიშნავს შეესაბამება დონეს შემეცნებას და აზრების დამშვიდება უნდა მოხდეს შემეცნების შედეგად. აი თუ რაღაც გავიგე უკვე, მაშინ უკვე იმ საკითხთან დაკავშირებით აღარ მაქვს აზრები და ანუ პასუხის მიღების შედეგად გონება მშვიდება. ეს არის უკვე მეხუთე საფეხური, ან რომელსაც ეწოდება ნიროთა. და მუთა გავს ნიროთას იმით, რომ მუთა არის გათიშული და გათიშული მდგომარეობა, ანუ სრულიად განსხვავებული არის. აი აქ უკვე მეორე და მეხუთე ესე რომ საკუთარ კონტროლით მიღწეულ სიმშვიდისგან, ხო? ესე განლაგება ახლა როგორც არის ანუ სქემაზე მოცემული, ანუ პირველი და მეოთხე ერთმანეთის საპირისპირო არის, ანუ ორივე აქტიური ფაზა არის, ოღონდ მეოთხე ანუ ეკაგრა არის კონტროლის მდგომარეობა და შიფტა არის უკონტროლო მდგომარეობა, ასევე მუთა და ნიროთა არის იმით გავს ერთმანეთს, რომ ორივე რაღაცნაირად ცარიელი არის, მაგრამ მუთა არის სიჩლუნგისგან, ასე ვთქვათ, ცარიელი და ნიროთა არის კონტროლის და გაგების შემეცნების შედეგად დამშვიდებული, ხოლო ვიქშიფტა მათ შორის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მერყეობა, რომ სხვადასხვა რეჟიმებს შორის ან მერყეობა. ხო, მუთას რაც შეეხება, ანუ მუთა შეიძლება უბრალოდ გაგებული იყოს, როგორც ვთქვათ, ძილის მდგომარეობა, რომ ვთქვათ არ ვართ, ანუ ცნობიერ მდგომარეობაში. ეს არის სანსკრიტული ტექსტი, რომელიც პირველი სუტრას შეესაბამება, აი აქ არის ზუსტად მოცემული ამაზე საუბარი. ანუ მნიშვნელოვანი არის ორიგინალიდან თარგმანი, ან მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოვა ეს წიგნი. ესე იგი, ჩემი კომენტარებით, ხო, აი მაგალითად მოცემული არის, რომ იოგა ნიშნავს კონცენტრაციას, ამაზე წინა ლექციაში ვისაუბრეთ, იოგა სამათი, საჩა სარვაფაუმა ჩიტასია თარმა, ნიშნავს, რომ ჰოდა, ესე იგი იოგა, ესე იგი კონცენტრაცია არის ცნობიერების თვისება, რომელიც მას ახლავს სხვადასხვა რეჟიმებზე. აი ხა ხუთი რეჟიმი ხო იყო ჩამოთვლილი. ანუ მთლიანად არაკონცენტრირებულობა შეუძლებელი არის, ანუ ცნობიერება, რაც არ უნდა გაფანტული იყოს, რაღაც მომენტში კონცენტრაცია აქვს, თუნდაც ღრმა ძილის დროსაც ცნობიერება მინიმალურ აქტივობას ინარჩუნებს იოგას თვალსაზრისით, მაგრამ იოგას მდგომარეობას მაინც მიეკუთვნება ეკაგრა და ნიროთა, ანუ ერთ წერტილზე კონცენტრაცია და სრული კონტროლის მდგომარეობა.
აი ჩამონათვალი არის ხო შემდეგ ანუ გშიფტა მუთხამი ვიქშიფტა მეკაგრამნიროთა ჩიტა ფაუმა ანუ ესენი არის ცნობიერების საფეხურები ტატრა ვიქშიფტა ჩეტასი ესე იგი ვიფშებთ ანუ მერყეობის მდგომარეობა ესე იგი არ შეესაბამება იოგაპაკში ვარდათ არ შეესაბამება ასე ვთქვათ მთლიანად არ შეესაბამება იოგას მდგომარეობას იმიტომ რომ ამ დროს სამათიც მერყევი კონცენტრაციაც მერყევი არის სამაგიეროდ ეკაგრა და ნიროთა არის კონცენტრაციის ანუ იოგას მდგომარეობა ხო რა მოაქვს ამას ნახეთ ესე იგი რა წერია შინოთი ნიშნავს ანუ მას მოაქვს დამშვიდება მას მოაქვს ანუ კლეშა კარმა ბანთანანი ნიშნავს კლეშა ნიშნავს ის რასაც ტკივილიან ტანჯვა მოაქვს ეს არის ისეთი ემოციები და გრძნობები რომლებიც ტანჯავს ადამიანს ანუ ამისგან გათავისუფლება მოაქვს ანუ კარმისგან გათავისუფლება მოაქვს ასე ვთქვათ კარმისგან გათავისუფლება ნიშნავს რომ ადამიანი პროცესში არის ცხოვრების პროცესში არის ჩართული და პროცესი ხდება სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ვიდრე რეზულტატი რომელიც შეიძლება ასეთი იყოს შეიძლება არ იყოს ასეთი და ამ შემეცნების პროცესს რომელსაც ეწოდება სამბრაჯნათა მიუხავართ უმაღლესი სამათიმდე შემდგომ აქ არის რომ საჩავით არ განუგატო ხო და ამას ახლავს თან ვით არ განიშნავს რომ გაქვს უნარი იმისა რომ მაგალითად სკროლავ ახლა და შეგიძლია რომ ყურადღება გადაიტანო ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში აი თქვა გაფანტული ხარ რაღაცა ინფორმაციამ წაგიღო და შენ ახლა სამეცადინო გაქვს და ყურადღება ანუ რაღაც აიღე და გადმოიტანე დააფიქსირე იმ მდგომარეობაში შემდეგ ვიჩარა ანუ გატო ნიშნავს რომ დააფიქსირე მე რას აკეთებ მე ამუშავებ მას რეფლექსიას აკეთებ მასზე ფიქრობ რომ საგნის ბუნებაში ანუ ღრმად შეხვიდე ანანდა ანუ გატო ნიშნავს რომ ამას გაგების პროცესს შემეცნების პროცესთან ახლავს აღრთოვანება ანუ ესეთი ანუ გრძნობა ახლავს და ბოლოს ეს არის ასმით ანუ გადანიშნავს რომ ის რაც შეიცანი იქ თავს გრძნობ როგორც საკუთარ სახლში რომ მაგალითად რაღაცა ჩვენთვის თუ ახალი ტექნოლოგია უცხო არის ანუ მაგის გეშინია მაგრამ თუ პრინციპს იაზრებ ანუ მშვიდად ხარ და თითქოს შენ ხდები ანუ ყველაფერი სამყაროს შეიცნობ და სამყაროს შენ თვითონ ხდები ანუ მოიხსნება დასრულდება გაუცხოების პროცესი ეს არის ანუ შემეცნებითი სამათქის მდგომარეობა ხოლო ამის შედეგად მოდის შემდგომ სრული კონტროლის პროცესი, როდესაც მოდი ესე ვთქვათ შემეცნების შედეგად აღწევს ადამიანი საკუთარ ბუნებას, ანუ საკუთარ ნამდვილ ბუნებას. ესეთი ფორმით დავალაგე მე ანუ ჩიტას რეჟიმები რო ანუ მარცხნივ არის არა იოგური პირველი 3 გშიფტა მუთა ვიქშიფტა და ანუ 2 არის ეკაგრა და ნიროთა არის იოგური რეჟიმები. ხო ესეც არ უნდა გავიგოთ ისე რომ ადამიანი მაინც და მაინც რაღაც ზუსტად ერთ ფაზაში არის, ანუ ეს რეალურად ცნობიერება შერეული სახით მოქმედებს, ან ისე რომ დაუკვირდეთ, შიფტა არის აქტიური მდგომარეობა, მუთხა პასიური მდგომარეობა არის. და აქაც გამოვიტანეთ და მე მგონი ხო ეს ბოლო სლაიდი არის, ესე იგი ეკაგრა და ნიროთა. ეკაგრა შეესაბამება შემეცნებით სამათის, ხოლო ნიროთა შეესაბამება ზე შემეცნებით სამათის, ანუ ზე შემეცნებით კონცენტრაციას. ეს არის ანუ იოგას მიზანი, არის ის რომ შემეცნების, ანუ სამათის მეშვეობით, ანუ სამათიც განმარტებული არის ასე რომ ამ კონცენტრაციის მეშვეობით შენ შეიცნობ საგნების და საკუთარი თავის ნამდვილ ბუნებას. და ამ ბუნებას ამახინჯებს ჩვენი პროექციები მასზე, ხო, თქვა იქ არის მაგალითი, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ერთს უყვარდეს და მეორეს ძულდეს, მესამეს საერთოდ სწარად აღიქვამდეს, ანუ სხვა ეგონოს და მეოთხესთვის
იყოს ძალიან ნეიტრალური, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ აღვიქვამთ იმის მიხედვით, რა დამოკიდებულებაში ვართ ჩვენ და როგორც მეცნიერის, აი გონების მეცნიერება ამ გაგებით შეიძლება იოგას უწოდოთ, რომ შენ აბსტრაჰირება უნდა გაუკეთო შენი დამოკიდებულებებისგან, როგორც მეცნიერმა თქვათ, რაღაცას იკვლევ და დაადგინე, რომ 2x2 4-ია, მაგრამ არ გაწყობს, მაგრამ მეცნიერმა უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, საკუთარი ინტერესებისგან აბსტრაჰირება და დაადგინოს ჭეშმარიტება ისე, როგორც არის. მოკლედ, ეს არის, რაც უნდა ვიცოდეთ, ანუ ჩიტას შესახებ. ხო, ანუ საკმაოდ ვრცელი თემა არის. ხო, ნამდვილად ანუ ასე ვთქვათ, ბევრი დეტალი არის ისეთი, რაც აერთიანებს იოგას და ბუდიზმს და შემდეგზე თუ რამე სხვა შეკითხვები იქნებათ, დაგემშვიდობებით და შემდეგზე განვიხილოთ კიდევ ანუ წინ გადავინაცვლოთ და გადავიდეთ სხვა ცნებების განხილვაზე. მოკლედ ხო, ვინც გვიან შემოგვიერთდა, უბრალოდ შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, ანუ ეს ტერმინოლოგიები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ იმის შემდეგ, რაც ცოტა ძალისხმევას ჩადებთ, ანუ ეს მართლა ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მართლაც რაც ტრიალებს, ანუ არის ძალიან ზედაპირული ინფორმაციები იოგასთან დაკავშირებით, ანუ ხშირად მცდარი, ანუ არასწორი წარმოდგენები არის და მე როგორც განვიხილავ, ანუ განსხვავება არის ის, რომ განვიხილავ კრიტიკული თვალსაზრისით და თვითონ იოგაც ამის საშუალებას იძლევა, ანუ იოგა ბუნებით არ არის მაინც რაღაც დოგმატური სწავლება და ამიტომ საბოლოო ჯამში ესეთი გაცნობიერება, ანუ ჩვენ ახლა როგორც ვიაზრებთ, ანუ ეს პროცესი თვითონ არის მედიტაცია, ხო? ანუ შენ აი ამ სიტყვებს, ამ ცნებებს თუ უკვირდები, ანუ სიღრმეში თუ შედიხარ, ჩათვალე, რომ შენ მედიტირებ, იმიტომ რომ უნდა შეამოწმო ეს ყველაფერი შენს თავზე და შენს თავზე უნდა დაინახო. მოკლედ დროებით